მოგესალმებით აპოლონის სამყაროში. დღეს მინდა ძალიან გემრიელი რეცეპტი წარმოგიდგინოთ და მოვამზადებ შოკოლადის მაფინებს. Зараз მაფინებს ერთ-ერთი ბაზისი რეცეპტი, რომელიც მზადდება ძალიან სწრაფად, რომელსაც არ ჭირდება ბევრი ინგრედიენტები. შეგიძლიათ დაახლოებით თუ რაღაც 25 წუთის განმავლობაში გქონდეთ ესეთი გემრიელი მაფინები. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანს არ აქვს უბრალოდ იმის დრო, რომ ცალთობით იდგეს სამზარეულოში და ამზადოს გემრიელობები. ამიტომ ეს რეცეპტი არის ნამდვილად იდეალური. არ ჭირდება ბევრი დრო, არ ჭირდება ბევრი ინგრედიენტები და როდესაც თქვენი საყვარელი ადამიანი უბრალოდ ისურვებს ძალიან გემრიელ პატარა ნამცხრებს, შეგიძლიათ მომზადოთ ეს მაფინები. მე კი ჩემს პატარა ასისტენტს მომზადე, რომელიც უკვე დაახლოებით 3 დღეა ლოგინში წევს, რადგანაც აქვს მაღალი სიცხე და ვირუსი. მას ძალიან უყვარს მაფინები და განსაკუთრებით შოკოლადის მაფინები. ამიტომ გადაწყვიტე, რომ მე თან ვიდეოც გადამეღო და თქვენთვის გამეზიარებინა. ახლა კი დავიწყოთ მომზადება და ვნახოთ თუ რა გჭირდება გემრიელი მაფინების მოსამზადებლად. დავიწყოთ მომზადება. მაფინების მოსამზადებლად გჭირდება დაახლოებით 300 გრამი ფქვილი, 200 გრამი გამხდარი მარგარინი, 200 გრამი შაქარი, 150 მლ რძე, ეს არის ცივი რძე, 4 კვერცხი, დაახლოებით 100 გრამი შოკოლადი, რომელიც არ დნება გამოცხობის დროს. განახებთ როგორია. შეგიძლიათ ჩვეულებრივი შოკოლადი გამოიყენოთ, უბრალოდ შოკოლადის ფილა დაჭრათ და ის დავუმატოთ შიგნით შემდეგ ცომს. შემდეგ გჭირდება დაახლოებით 50 გრამი კაკაო, ნახევარი ჩაის კუზი სუდა და 1 ჩაის კუზი გამამხვილებელი და ვანილის ექსტრაქტი. მაფინები მზადდება ძალიან სწრაფად. მშრალ ინგრედიენტებს დავუმატებთ ერთმანეთს, როგორც არის ფქვილი, კაკაო და მე მაქვს ჩვეულებრივი კაკაოს ფხვნილი და არა ქავა. კითხულობენ თუ რა არის ქავა? ქავა არის ტკბილი კაკაოს ფხვნილი, რომელსაც იყენებენ ჩვეულებრივად ბავშვებისთვის კაკაოს მოსამზადებლად. მაგრამ ამ შემთხვევაში მე მაქვს კაკაო, ეს არის ჩვეულებრივი გამოსაცხობი კაკაო, რომელიც არ შეიცავს შაქარსაც, ერთადად გამოიყენება საკონდიტრო ნაწარმში. დავუმატებთ ახლა ჩვენ ფქვილს. შემდეგ ვუმატებთ უკვე მწიფმარს, რაც მე რეცეპტში გამომრჩა. სოდეს და გამაფხვიერებელს. და მოვუწევთ, რომ ინგრედიენტები ერთმანეთში კარგად გადანაწილდეს. ინგრედიენტები უკვე შევურიეთ ერთმანეთში. ახლა კი გადავდგავ მე კვერცხზე და გავთხიფავ კვერცხს. კვერცხს მოვათავსებ ახლა მე თაში. ვუმატებ შაქარს. კვერცხი და შაქარი გავთხიფოთ, მაგრამ დიდ ხანს თქვება არ ჭირდება. გავთხიფოთ კვერცხს და შაქარს და როგორც უკვე აღნიშნეთ, დიდ ხანს თქვება არ ჭირდება. შემდეგ ვუმატებთ უკვე ვანილის ექსტრაქტს. ვანილის პასტასთან ვანილის ექსტრაქტს აქვს საოცარი გემო და საოცარი არომატი, რადგან არის ბუნებრივ ვანილზე დამზადებული. მე მინდა გითხრათ, რომ მე ჩემთან Facebook-ის გვერდზეც ვიკითხე, თუ შეიძლება შევიძინოთ კარგი ვანილის ექსტრაქტი ან პასტა და თუ გაქვთ ამის შესახებ ინფორმაცია, ძალიან გამიხარდება, თუ კი მომატვით უბრალოდ და ეს იქნება კომენტარების სახით. შემდეგ თუ გუმატებთ კარაქს. ნაპატიეთ არა კარაქს, არამედ მარგარინს უმატებთ. ნუ რა თქმა უნდა, თუ გაქვთ კარაქიც, სულაც არ არის ცუდი დავუმატეთ კარაქი. შემდეგ უმატებთ უკვე რძეს. და შეგიძლიათ კეფირიდან მატნით ჩაანაცვლოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ფქვილის რაოდენობა იქნება უკვე განსხვავებული, ამიტომ ფქვილი დავუმატეთ ნელ-ნელა. შევუროთ კარაქს და რძესაც. ეს მოხდება ძალიან სწრაფად. პრინციპში გათქვიფაც არ ჭირდება, უბრალოდ შევურიეთ. და უკვე მზად არის. კვერცხის მასა უკვე მზად არის. ახლა დავუმატებთ ჩვენ მშრალ ინგრედიენტებს, რომელიც ცალკე შევურიეთ ერთმანეთში. მოვუნოთ კარგად, ან შევათქვიფოთ მიქსერით. და მოვურიოთ კარგად, რომ მშრალი ინგრედიენტები კვერცხის მასაში კარგად გაიხსნას. შეგიძლიათ ჩვეულებრივად მიქსერითაც შევურიოთ. და ვუმატებთ მე ყველა ინგრედიენტებს. მე გადავწყვიტე, რომ მიქსერით შევურიო. ინგრედიენტები
მე შეუვლიო უკვე კარგად. დაჭერდა დაახლოებით 1 წუთი სანამ ფქვილი კარგად შეერია. მომატებ შოკოლადს, ჩემთან არის შოკოლადი, რომელიც არ გნებობს, თქვენ კი შეგიძლიათ ჩვეულებრივი შოკოლადი გამოიყენოთ. მე ყოველას არ დავუმატებ, რადგან მინდა რომ ზემოდანაც მოვაყარო შოკოლადი მაფინებს. მოვუვლით კარგად. რაც უფრო მეტი შოკოლადი იქნება, მით უფრო უკეთესი რა თქმა უნდა. თუ გიქნება 150 თუ 200 გრამი, მით უფრო უკეთესია. ნებს გამოსაწყობად გვჭირდება მაფინების ფორმა და გვჭირდება აგრეთვე ქაღალდები, რომელსაც ახლა ჩვენ ჩავაფენთ მაფინების ფორმაში. იმ შემთხვევაში თუ აგოთ გამოსაწყობი ფორმა, გამოიყენეთ სილიკონის ფორმები. ახლა გადავიტანთ ცომს უკვე ფორმებში. როდესაც მე გამოვიყენებ ესეთ ნაყინის კოვს. ნაყინის კოვს დამეხმარება იმაში, რომ ყველა ფორმაში მოვათავსო ერთი რაოდენობის ცომი. თქვენ თუ ნაყინის კოვს არ გაქვთ, მოვათავსოთ უბრალოდ 2 სუფრის კოვზის დახმარებით. იმ შემთხვევაში თუ თქვენ შემდეგ მოვდოთ კაპკეიკი, ანუ მაფინებს ზემოდან გავყიდოთ კრემი. ამ შემთხვევაში ცომის ბევრი მასა არ მოვათავსოთ ფორმაში, იმისათვის რომ არ გაკეთოთ ძალიან დიდი ამობურცული თავი. ზემოდან მოვაყარავთ ისევ შოკოლადი. გამოცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში. როგორც უკვე ხედავთ, ჩემი მაფინები გამოცხო და ჭირდა დაახლოებით 25 წუთი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მე მოვათავსე ფორმაში ბევრი მასა, რადგან ჩემთან თვითონ მაფინის ფორმა იყო საკმაოდ დიდი, ჯერ არის კიდევ ცხელი, მაგრამ მინდა განახოთ თუ როგორ გამოიყურება. აქ საოცარი სურნელი. და ჩემს ასიძეს ნამდვილად ძალიან გავახარებ. როგორც უკვე აღნიშნე, იმ შემთხვევაში თუ გინდათ რომ მომზადოთ კაპკეიკი, ანუ ზემოდან მომზადოთ კრემით, ცომის მასა მოვათავსოთ საკმაოდ ცოტა, რომ იყოს უფრო შედარებით, ასე ვთქვათ, ზედაპირი ქონდეს სწორი. ამ რაოდენობით გამოვიდა დიდი 12 ცალი მაფინი, ხოლო პატარა კი გამოვა დაახლოებით 14-15 ცალი. მე ხლა გადავიტან. ესეთ პატეზე რომ მაფინები შეგრილდეს. ეს არის დღევანდელი რეცეპტი, ჩვენ უკვე შევხვდებით ერთმანეთს მომავალ ვიდეოში. თუ მოგეწონათ, დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი იმისათვის, რომ არ გამოტოვოთ ახალი ვიდეო რეცეპტები. მეწვიეთ Facebook-ის გვერდზე, Facebook-ის და Instagram-ის მისამართს. მულს რა თქმა უნდა დაგიტოვებთ დაბლა ინფობოქსში. გითხარი როგორია? კარგია? შეჟაგჭირს ავათხარ? ეგვანახე. მინდა განახოთ შეგინდა როგორი ფუმფულაა ჩვენი მაფინები. არის საოცრად გემრიელი, არის ძალიან ფუმფულა. გამოუცხოთ აუცილებლად.